და საქართველოს ემზადება რომ შეუერთდეს 4 მაისს მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას მსოფლიო რბენას. მაიკო, მოგესალმებით. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. კუსტვიდან 4 მაისს საქართველოს უერთდება მსოფლიოს ჩვენი დროით 2 საათზე, მაშინ როცა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე სულ სხვადასხვა დრო იქნება ზოგან ღამე, ზოგან დილა, დაიწყება მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბურ აქციას უერთდება საქართველოს და ამ აქციის შესახებ უფრო ცვლად მოგვახსენებს ივა ციკლაური მოთხილამურა, რომელიც ასევე კეთილინების ელჩიც გახლავთ. დილამშვიდობისა, ივა, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად დარბიხართ დილამდე. ზუნზულებ. ივა, მოდი გითხარი, რასთან დაკავშირებით იმართება ეს აქცია? 35 ქვეყანა იღებს მასში მონაწილეობა. კი, 35 ქვეყანა ჩაერთო, 35 სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება და ეს საქველმოქმედო აქცია ემსახურება იმას, რომ აღმოხვრათ ზურგის ტვინის დაავადება. შესაბამისად ძალიან კარგ საქმეს ემსახურება. რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა საქართველოსდან და როგორც ვიცი 20 ლარი იყო მინიმალური თანხა გადასახდელი იმისათვის, რომ ამ აქციაში, ამ რბენაში, მსოფლიო რბენაში მიგვეღო მონაწილეობა. კი, 20 ლარი იყო გადასახდელი, დარეგისტრირდა 3000 ადამიანი. ჩვენ 3000-ზე გავაჩერეთ ლიმიტი, სურვილი ალბათ უფრო მეტი იყო. და შესაბამისად ველოდებით 3000 ადამიანს 4-ში ლოპოტის გადასახვა. სულ 60,000 ლარი შემოვიდა საქართველოსდან და ეს თანხა სრულიად გადაირიცხება იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ზურგის ტვინის ტრავმა აქვს. ივა, სად გაიმართება შეჯიბრი, რომელ საათზე აიღებს სტარტს და ასე შემდეგ რო გითხრათ, ამაში წესები, მარათონის წესები რო აგვიხსნათ. რბენა გაიმართება 4 მაისს ლოპოტის გადასახლებთან. 2 საათზე დაიწყება სირბილი. თვითონ მონაწილეები აქედან ჩვენი ორგანიზებული ტრანსპორტით გაემართებიან რუსნახევრიდან რესპუბლიკის მოედნიდან კახეთის მიმართულებით, გაევლიან რეგისტრაციას 10-დან პირველზე უკვე იმაზე უნდა იყვნენ, სტარტზე უნდა იყვნენ, ანუ 10-დან 12-მდე იქნება რეგისტრაცია. პირველზე სტარტზე შევართ და 2-ზე დავიწყებთ სირბილს ყველა ერთად. ჩვენთან ერთად დილიდან იმყოფებიან როგორც უშუს ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე ავტომობილელები, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ტატა ხვედელიანი. დილამშვიდობისა. მოგესალმებით, დილამშვიდობისა. ხარდამჭერები ბრძანდებით ამ მარათონის. რო გითხრათ, თქვენის მხრივ რა წვლილი შეიტანეთ? სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გახლავთ ამ ღონისძიების ხარდამჭერი. ჩვენ ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ როგორც ახალგაზრდების ინფორმირებაში და სხვადასხვა საქმიანობებში. ასევე ამ პროექტში ჩართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელთა თემაც არის ჩვენთვის პრიორიტეტი ჩვენი სამინისტროსთვის. და რა ვიცი, 4 მაისს ყველას ველოდებით. ძალიან დიდი მადლობა და აგემშვიდობებით, დამშვიდობებით მაყურებელსაც. შემდეგ ჩართვაში შემოგვიერთდება უკვე ბატონი გიორგი ბაქრაძე, რომელიც ასევე კეთილინების ელჩი გახლავთ. შემოგვიერთდებიან სხვადასხვა სპორტსმენებიც და უფრო დეტალურად აგიხსნით ამ მარათონის და რბენის წესებს, ასე რომ დაგველოდეთ. ველოდებით. ძალიან დიდი მადლობა, მაიკო. ესე იგი, მოძრავი ფინიშის მანქანა დღეს არ მოგზდევთ. არ ვეყოლება, კი, არ ყავს. ამიტომ შემოგიერთდებით აუცილებლად მომდევნო საათში.